პრეზიდენტის მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის ფონზე. Როგორ დაეხმარება ის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ეროვნული თანხმობის მიღწევას ცდილობს და იქნება თუ არა ქვეყნის მეორე პირი ყველას თავმჯდომარე. დღეს ამ თემების გარკვევას შევეცდებით. ჩვენი სტუმარი არის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით, პატონო შალვა. პირველ რიგში მადლობა, რომ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველ ინტერვიუზე დაგვთანხმდით სწორედ ჩვენ. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ პირველი ეთერი არის სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს არის იუბილე, 65 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველი ტელეტრანსლაცია მოხდა, ასე ვთქვათ, საქართველოში და მინდა თქვენ როგორც ჟურნალისტს მიულოცო და მინდა საზოგადოებრივ მაუწყებლობას მიულოცო ასევე ეს იუბილე. დიდი მადლობა. დავიწყოთ ერთი კვირის წინ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ყოველთვის ჩვენთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის. ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ კახა კუჭავა ტოვებდა თავისი სურვილით თანამდებობას. როდესაც დაიწყო უკვე გუნდში მსჯელობა, თუ ვინ შეცვლიდა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს. ვის გაუჩნდა თქვენი კანდიდატურის შესახებ ინიციატივა და იყვნენ თუ არა, განიხილებოდნენ თუ არა სხვა კანდიდატურებიც? რა თქმა უნდა, ეს იყო თავად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შემოთავაზება და ვერ გეტყვით მე სხვა კანდიდატები რამდენად განიხილებოდა ან არ განიხილებოდა. ეს მისი შემოთავაზება იყო, ჩვენ პოლიტსაბჭო ქონდა და შემდეგ პოლიტსაბჭოზეც იქნა ეს განხილული, უმრავლესობის ხდომა იქაც იქნა განხილული, ასე რომ თავისთავად ეს არის პარტიის თავმჯდომარის შემოთავაზება, რომელიც შემდეგ პოლიტიკურმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ გაიზიარა. თქვენ დიდი ხანია რაც გუნდში არ ხართ, ანუ 1 წელი არა შეუერთდით, წელიწადი და 4 თვე, ანუ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ აქედან გამომდინარე ალბათ საინტერესოა, რა ნიშნით გაკეთდა თქვენი აზრით თქვენზე არჩევანი როგორც გუნდის ერთ-ერთ ახალ ლიდერზე? ამაზე უმჯობესია ალბათ თავად ჩემმა კოლეგებმა ისაუბრონ, თუმცა როგორ გითხრათ, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ერთი არის ის, რომ რაც ქართულ ოცნებას ზოგადად ვფიქრობ, აი ამ 1 წლის განმავლობაში ახასიათებდა და რატომაც ვართ ჩვენ ძლიერები, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობდით რომ ყოფილიყავით გულახდილი, გულწრფელი ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ ეს პერიპეტიები, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ვქონდა, ურთულესი პერიოდი, იმიტომ რომ ურთულესი იმ კუთხით, რომ ეს იყო მთელი ტალღა დეზინფორმაციის, თუ გავიხსენებთ 2020 წლის არჩევნებს და იცით რომ მაშინაც ჩართული ვიყავი მეტნაკლებად ეგრეთ წოდებულ მხილების აქტივობებში. სამართლიანი არჩევნების. დიახ, იყო ურთულესი იმ კუთხით, რომ ეს იყო მთელი ტალღა დეზინფორმაციის, რომელიც გამყარებული იყო მედიის მხრიდანაც, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც და რთული იყო ამასთან დაპირისპირება, თუმცა ჩვენი სიმართლე, რომელსაც პირველივე დღიდანვე საუბრობდით, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებას დავანახეთ და ვაჩვენეთ ის, რომ ის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ გააკეთა 2020 წელს, 2021 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, სრულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებში და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს თითქმის მათემატიკურადაც კი დადასტურდა 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებს თუ შევადარებთ, თუ რა იყო ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი. და ვფიქრობ, ამ კუთხით განსაკუთრებული აქტივობით ვიყავი, ასე ვთქვათ, ჩართული ამ საკითხში. თავად რაც შეეხება გუნდის გადაწყვეტილებას, მე ჩვენ გუნდსაც ვუთხარი, რომ მე ამ ნდობას ავანსად ვიღებ, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, სწორედ ახალი ვარ გუნდში, ავანსად ვიღებ და სწორედ ვცდილობ, რომ ჩემი საქმიანობით ეს ნდობა, რომელიც გამომიცხადა ჩვენმა გუნდმა, რომელიც გამომიცხადა პარლამენტმა, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენმა საზოგადოებამ, სწორედ ჩემი შრომით და საქმიანობით გამომიცხადა. გასხოვებული აზრი იყო გუნდში თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუ ერთხელ? ყოველ შემთხვევაში არ გამოთქვნა, ასე პირდაპირ. ბატონო შალვა, მაგრამ მაინც დარჩა ძალიან ბევრი კითხვა თქვენს წინამორბედთან დაკავშირებით. ახლა თქვენ შეიძლება არ იყოთ ზუსტად ამ შეკითხვის ადრესატი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად კითხვები დაეჭვება გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ კახა კუჭავამ დატოვა სპიკერის თანამდებობასთან ერთად საპარლამენტო მანდატიც, თუმცა ის პარტიაში რჩება. და აი გუშინ ამაზეც იყო კენჭისყრამდე, სანამ აგირჩევდნენ ოპოზიციიდან კითხვები, რომ მაინც ვერ გაიგო ვერც პოლიტიკურმა ექსპერტმა, ვერც საზოგადოებამ, რატომ წავიდა კახა კუჭავა. მან თქვა, რომ პირადი სურვილით მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რატომ დარჩა უცნობი. აი თქვენ შეიგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, აი რას უკავშირდებოდა კუჭავას ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არჩევიდან ძალიან მალე 8 თვეში მოხდა მისი ცვლილება.
უბრალოდ ყოვლისა სასიამოვნო არის ის რომ და ყველამ ნახა რომ მისი საქმიანობის შეფასება თითქმის ყველას მიერ ოპოზიციის მხრიდანაც ძალიან დადებითად შეფასდა და ფაქტობრივად ეს კარგი მაგალითი იყო ალბათ პოლიტიკური კულტურისა რომ გუშინ ოპოზიციაც ისევე დადებითად აფასებდა კახას საქმიანობას თავმჯდომარის პოსტზე როგორც უმრავლესობა და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ეს კულტურა დამკვიდრდეს. კახას მოუწია რთულ პერიოდში თავმჯდომარეობა ეს იყო პერიოდი გარდამავალი პერიოდი ბოიკოტის დასრულებისა და მან შეძლო მთავარი რამ რომ მოეხდინა კონსოლიდირება საპარლამენტო საქმიანობის დღეს მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ბოიკოტში არის ჩვენ სხვა პარტიებთან ხედავს ფიქრობ საზოგადოება რომ არის შესაძლებელი თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა სწორედ კახამ გახადა შესაძლებელი მათ შორის მისი თავმჯდომარეობის და იმ საქმიანობით რომელიც მას გასწია. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას მან ამაზე ისაუბრა და ასევე დაპირდა საზოგადოებას უფრო მეც მალე ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა იდეები რომლის განხორციელებაზეც ის ფიქრობს და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება მათ შორის პარლამენტის დატოვებას. მაგრამ ხომ არ იყო მიზეზი ისიც რომ ისე როგორც თქვენც ახსენეთ რომ ძირითადად გამოირჩეოდა ნეიტრალური განცხადებებით იგივე ოპოზიციის მისამართითაც ჩვენ არ გვაქვს ის მწვავე ან რადიკალური განცხადება და ხომ არ იგეგმება ამ მხრივ თქვა პარტიული პოლიტიკის შეცვლა და თქვა ამ პოლიტიკის უფრო ხისტი განცხადებებით ჩანაცვლება და ამას ხომ არ უკავშირდება მისი ცვლილება? არა, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეობას, რა თქმა უნდა, თავისი ჩარჩოები ან თავისი სტილი აქვს, რა თქმა უნდა და ამ თუ კი დავაკვირდებით მეტნაკლებად ყველა თავმჯდომარეს პარლამენტისა, ყველა იყო ვინაიდან გახავთ პარლამენტის თავმჯდომარე და მას საქმიანი ურთიერთობა აქვს ყველა დეპუტატთან, რა თქმა უნდა, ცდილობს რომ ეს საქმიანი ურთიერთობა, ადამიანური ურთიერთობაც იყოს ნორმალური. აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს თავად ასე ვთქვათ შრომით აღწერილობაში შედის ალბათ პარლამენტის თავმჯდომარის რომ იყოს საქმიანი ურთიერთობაში პარლამენტის ყველა წევრთან. ამიტომ ეს თავისთავად არ არის მიზეზი კიდევ ერთხელ მან განმარტა მისი გადაწყვეტილების საფუძვლები და მათ შორის დაკვირდა რომ უფრო მეც ამაზე ისაუბრა. თქვენ იქნებით თუ არა ყველას თავმჯდომარე. აი სხვათა შორის გუშინ ალეკო ელისაშვილი ამბობდა გავარვარებულა ეს სიტყვა გამოიყენა ოპოზიციასთანაც კი შეეძლო თქვენს წინამორბედს ურთიერთობაო და აი იქნება თუ არა თქვენი კარი ღია ყველა ოპოზიციური ძალისთვის მათ შორის ნაციონალური მოძრაობისთვისაც. უბრალოდ ყოვლისა მე ისე როგორც ხვევი ვარ პარლამენტის თავმჯდომარე. ან ვინმეს ყველას ან არა ყველას ან ნაწილს არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე. ეს თავის თავში გულისხმობს ერთგულებას კონსტიტუციის, ერთგულებას პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანობას პარლამენტის ყველა წევრის მიმართ. ეს არის მთავარი ამოცანა და აი ამ სამართლიანი მიდგომის ფარგლებში უნდა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარე. რაც შეეხება რთულ დაძაბულ პირობებში ოპოზიციასთან თუ ოპონენტებთან ურთიერთობას, ეს ფიქრობ ყველა პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს საკუთარ აღჭურვილობაში ეს უნარი რომ ჰქონდეს პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბრის შესაძლებლობა. მე პირადადაც იცით რომ ჩართული ვიყავი საარჩევნო რეფორმაში, მათ შორის თანათავმჯდომარეები ვიყავით სამუშაო ჯგუფის მე და ლევან იოსელიანი და ფიქრობ რომ აი სწორედ იმ პროცესმა აჩვენა თუ როგორ შეიძლება ერთის მხრივ რთულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებების მიღება და ფიქრობ ერთ-ერთი რეცეპტი რაც მაშინ იმ სამუშაო ჯგუფმა აჩვენა რომ საკუთარი წარმოდგენების, ინტერესების, შიშების, რისკების შეფასების ღიად თქმის შემთხვევაში ძალიან ადვილი ან ყოველ შემთხვევაში ეს უფრო მეტად აადვილებს ოპონენტების მოსაზრებების დაახლოებას და საერთო გადაწყვეტილებების მიღებას. ის რაც ჩვენ მაშინ გავაკეთეთ სამუშაო ჯგუფში, იყო ის რომ ჩვენ არ ვცდილობდით დიპლომატიურობას იმ კუთხით რომ ყველაფრის არ თქმას და რაღაცნაირად ესე ვთქვათ ნახევრად სიმართლეების თქმას, არამედ ჩვენ ყველა ვსაუბრობდით იმ სიმართლეს, რომელსაც ჩვენ გვჯეროდა, ყველა ღიად ვამბობდით რა რისკებს ხედავდით, ჩვენ ვამბობდით რომ ჩვენ ხედავდით ჩვენი რისკები, ჩვენ რასაც ხედავდით რისკებს იყო რომ ოპონენტები ან ოპოზიცია შეეცდებოდა
ეწინებოდა საბოტირებას თვითონ საარჩევნო პროცესის და ამას ვაფასებით ამის დაზღვევა გვინდოდა. ოპოზიციას ჰქონდა თავისი შიშები ამას ამობოდა და ამის დაზღვევას ცდილობდა და ასე ვთქვათ პირდაპირ თქმით და საკუთარი პოზიციების ღია დაფიქსირებით ჩვენ შევძელით თანამშრომლობა და შეთანხმება და ვფიქრობ ეს იქნება ის გზა რომლითაც მეც პირადად შევეცდები რომ ყველა პარლამენტის ყველა წევრთან მქონდეს ურთიერთობა. თქვენს წინამორბედის მსგავსად ასევე დასაწყისშიც აღნიშნა რომ რთულ პერიოდში გიწევთ, იმიტომ რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ისევ არ არის პარლამენტში, განაგრძობს ბოიკოტის რეჟიმს, ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმრობაში, თავის მხრივ მოქმედმა პრეზიდენტმა დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი. აი ამ ვითარებაში გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე თქვენი როლი როგორ გესახებათ და როგორ აპირებთ რომ ის მთავარი მოწოდება და გზავნილი რაც არის იგივე საერთაშორისო პარტნიორებისგან რომ ინკლუზიური პროცესი იყოს პარალელში და ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდეს სწორედ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ეს გზავნილი იყოს შესრულებული. რაც შეეხება პოლარიზაციას მე ვერ დაგეხთახმებით რომ გაზრდილია ვფიქრობ რომ მცირდება სულ უფრო და უფრო მცირდება პოლარიზაცია ჩვენ ფაქტობრივად ახლა ვაკვირდებით რომ ნაციონალური მოძრაობა მარტო რჩება საკუთარ დღის წესრიგში თუნდაც პარლამენტს და საპარლამენტო საქმიანობასაც შევხედოთ სხვა პარტიები აქტიურად ერთვებიან მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობაშიც მათ შორის როდესაც კრიტიკული მოსაზრებები აქვთ იქაც ცდილობენ საკუთარი წინადადებები შემოიტანონ დღესაც იყო ამის მაგალითი ამიტომ ვფიქრობ რომ პოლარიზაცია კლებულობს სწორედ იმ და ეს არის ინსტრუმენტი პარლამენტში მუშაობა თავისთავად უკვე აიძულებს ყველას რომ იყოს ნაკლებად რადიკალური და იყოს მოწადინებული რომ ითარამშრომლო. ამიტომ ვფიქრობ ეს არის გზა დეპოლარიზაციის, დღეს გვესმის სხვადასხვა რეცეპტები დეპოლარიზაციის, მაგრამ ყველაზე ნამდვილი, კარგი და ხალხისგან წამოსული რეცეპტი დეპოლარიზაციის ეს არის საპარლამენტო საქმიანობა, ანუ ის სცენა, სადაც ხალხის მანდატით აღჭურვილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის წარმოდგენილი, სწორედ ის არის ადგილი, სადაც უნდა იყოს თანამშრომლობა და სწორედ ეს არის ის პროცესი, რომელიც შესაძლებელს ხდის დეპოლარიზაციას. მაგრამ 36 დეპუტატი არ არის საკანონმდებლო ორგანოში და ეს პარტია თქვათ ახალ სტრატეგიას მიმართავს, მასობრივი შიმშილობა დაიწყეს, ყოველ შემთხვევაში ლიდერების ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად ახლა შიმშილობს. აი როგორ მცირდება მაშინ პოლარიზაცია, მაშინ როდესაც თქვათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არის ბოიკოტის რეჟიმში და კარვებშია. ბოიკოტის საწყის ეტაპზე 60 დეპუტატი არ იყო, დღეს ამბობთ 36, სწორედ ეს არის შემცირება პოლარიზაციის, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ კუთხით მარტო რჩება. თავისთავად მართალია სურათი იგივით რომ მართალ ბრძანებთ რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არის კვლავ ბოიკოტის რეჟიმში ეს თავისთავად სასიამოვნო სურათს არ ქმნის, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ მივყვებით და საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობაც დადგება იმ რელსებზე, რასაც ქვია კონსტრუქციული თანამშრომლობა, ვინაიდან ის გზა რომელიც მათ აქვთ არჩეული, ამ გზას არაფრისკენ არ მიყავთ და ვფიქრობ ისინი თავად რწმუნდებიან ამაში რომ ეს გზა არის ჩიხი და ამ ჩიხიდან ისინი სხვა გამოსავალს გარდა იმისა რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ კალაპოტს ვერ ნახავენ. კიდევ ერთხელ ჩვენ პრობლემა რაც გვაქვს და ეს არაერთხელ აღვინიშნავს არის პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის მდგომარეობის იმაში რომ ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას და არჩევანს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. და რთულია აქ თანამშრომლობაზე საუბარი, მანამ სანამ ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს დემოკრატიას, არ აღიარებს კანონის უზენაესობას და არ დაუბრუნდება იმ მთავარ პრინციპებს, რომელზეც დგას სახელმწიფო. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ისინი დაბრუნდებიან და შეწყვეტენ ბოიკოტს? აი ეს ტენდენცია ხომ ამას გვაჩვენებს. კიდევ ერთხელ ჩვენ 60 დეპუტატი იყო თავდაპირველად ბოიკოტში, შემდეგ დაიწყო კლება და დღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არის, რასაც მათ შორის როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვინაიდან მათი განცხადები შემოდის სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით, ხედავ ამას. ხედავთ რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არის დარჩენილი, არა მხოლოდ ბოიკოტში, არამედ ჩვენ ნახეთ რომ მათ შორის სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები, რომელიც მათ ჰქონდათ, ისინი მარტო იყვნენ და სხვა პოლიტიკური პარტიები მათ აღარ შეუერთდნენ ამ აქციებში. ასე რომ ფიქრობ რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არიან მარტო, ვინაიდან ისინი უარყოფენ დემოკრატიას და ისინი უარყოფენ კანონის უზენაესობას. პრეზიდენტმა დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი. თქვენ ზოგადად ეთანხმებით ამ პროცესს, ფიქრობთ რომ მას რაიმე პერსპექტივა აქვს?
თავარი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი ხშირად საუბრობს და ფიქრობ, რომ ეს სწორია და ნამდვილად ვეთანხმები, ეს არის ის, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი. და თვითონ ეს საუბარიც თავისთავად უკვე ბევრ რამეს აადვილებს ურთიერთობაში, მათ შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში, მათ შორის საზოგადოებაში. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ბევრი საკითხი გადააზრებული ან გააზრებული არ იყო 90-იანი წლებიდან დაწყებული და ეს ტვირთი ფენა ერთმანეთს ემატებოდა და საერთო ჯამში შესაძლოა დღევანდელი ასე ვთქვათ პოლარიზაციის საკითხიც არის გარკვეული კულმინაცია ან შედეგი ამის. ამიტომ ვფიქრობ პრეზიდენტი აცნობიერებს ეს რთული ამოცანა არის ის რაც მან დაისახა ის რომ საზოგადოებამ და მან ხაზი გაუსვა ეს საზოგადოებრივი პროცესი უნდა იყოს ეს არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის პროცესი ან მხოლოდ ეს პროცესი არამედ ეს არის საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ასე ვთქვათ შეფასების პროცესი არის რთული ვინაიდან საჭიროებს ბევრი რამის აღიარებას დაწყებული ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდიდან. ასე რომ და ვფიქრობ რომ ის სწორედ ამ ამბობს როცა აცნობიერებს რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ არის რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის პროცესი, ეს არის რამდენიმე წლის პროცესი შესაძლებელია იმისთვის რომ საზოგადოებამ აი ასეთ თანხმობამდე მივიდეს. თქვენ ჯერ კიდევ სანამ თავმჯდომარე დაგირჩევდნენ თქვით რომ როდესაც თქვა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ამბობდა რომ საუბარი არა ეროვნულ თანხმობაზე, არამედ შერიგებაზე, ზოგადად ამასაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა და ინტერპრეტაცია. თქვენ თქვით, რომ ნაციონალურ მოძრაობას პირველ რიგში შერიგება სჭირდება და ბოდიში აქვს მოსახდელი ხალხთან. აი, ეს ხაზი თქვენი მხრიდან გაგრძელდება ამ ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების პარალელურად, ანუ როგორც პარლამენტის უკვე თავმჯდომარის მხრიდან და აი ეს დამოკიდებულება, აი ასეთი მიდგომა, რამდენად შეუწყობს ხელს თავად ამ პროცესის არსს. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტად აღნიშნა თავად ტერმინი შერიგება არა სწორი ან არა ზუსტი ამ შემთხვევაში ერთი მეორე თუ კი საუბრობთ თანხმობაზე პრეზიდენტად აღნიშნა აქ არის არ იგულისხმება პარტიებს შორის შეთანხმება თანხმობა და მესამე საზოგადოებრივი თანხმობა აქ საუბარია შეთანხმება რაღაც მოვლენების შეფასებაზე აი ეს არის და ვფიქრობ აქ სწორად აღნიშნავს პრეზიდენტი რომ საზოგადოება სამწუხაროდ ვერ თანხდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ვერ თანხდება ისტორიული მომენტების გარკვეულის მომენტების შეფასებაზე ანუ არ არის ერთგვარი შეფასება საზოგადოებაში ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის შერიგებას ხალხთან თავისთავად როდესაც მე დღესაც ახლაც განვაცხადე რომ ნაციონალურ მოძრაობა არ აღიარებს დემოკრატიას ანუ ის არ აღიარებს ხალხის ნებას ის არ აღიარებს და არ აღიარებს თავისუფლად წლებია ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი არჩევნები უკვე მერვე არჩევნები ჩატარდა რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ აღიარა სხვადასხვა ფორმით მაგრამ ის არასდროს არ აღიარებდა იმ შედეგს რომელიც დგებოდა 2012 წლიდან მოყოლებული და ეს არის თავარი პრობლემა რომ როცა არ აღიარებს ხალხის ნებას და არჩევანს შესაბამისად კონფლიქტში ხარ ხალხთან და შესაბამისად პირველ რიგში არის ამის გააზრება საჭირო ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან რომ ეს კონფლიქტი დაასრულოს ხალხთან და ეს კონფლიქტი დასრულდება იმ მომენტში როდესაც ნაციონალურ მოძრაობა აღიარებს ხალხის ნებას. აი რა არის ის თემები, რაზეც შეიძლება ეროვნული თანხმობის მიღწევა თქვენი აზრით? აი რაზე უნდა რა არის ახლა შესათანხმებელი? აი რა მოვლენები ახსენეთ თქვენ, რა მოვლენები, რა თემები? ვფიქრობ, ამაზე პრეზიდენტი საუბრობდა ზოგადად კიდევ ერთხელ ეს არის პრეზიდენტის პროცესი და რთულია ჩვენი წარმოდგენები წარმოვაჩინოთ ვინაიდან ეს მან უნდა ჩამოაყალიბოს თუმცა მე რამდენადაც მესმის მისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ეს არის გარკვეული ისტორიული მოვლენების პროცესების მიმართ ერთიანი შეფასების არსებობა რაც რთულია თითქმის წარმოუდგენელი არის ამის მიღწევა მაგრამ ამავე დროს დასაფასებელია რა თქმა უნდა ეს ძალისხმევა დაწყებული დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან დაბრუნების მომენტიდან 90-იანი წლებიდან და გაგრძელებული ასე ვთქვათ დღემდე ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მაგრამ ვფიქრობ რომ თავად პროცესიც უკვე არის გარკვეული შედეგი თუკი საზოგადოებრივ ჯგუფებს ექნებათ სურვილი რომ გულახდილად და გულწრფელად ისაუბრონ გარკვეულ ისტორიულ პროცესებზე. თქვენ როგორ გესახებათ როგორც პარლამენტის უკვე თავმჯდომარეს თქვენი როლი ამ პროცესში?
ჩვენ დაიცითო ჩვენ პრეზიდენტ შევხვდით ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და მასაც უთხარით, რომ ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ჩავერთოთ ამ პროცესში და ჩვენ წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რასაც ჩვენეული ხედვა, ჩვენეული შეფასება სხვადასხვა მოვლენის თუ მომენტის მას წარუდგინოთ. Როგორ იქნება ეს პროცესი კიდევ ერთხელ თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტი არის, ჩვენი მხრივ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა რომ ვიყოთ ამის მონაწილე. მაგრამ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც უკვე იმყოფებოდა ათონელის რეზიდენციაში, ისინი ამბობენ და ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რასაც ისინი განეხილავენ, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც თავად ამბობენ და ამბობენ, რომ თუ არ შეწყდება დევნა, როგორც ისინი ეს ტერმინს იყენებენ, ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მაშინ შეუძლებელია რაიმე შეთანხმებაზე და ეროვნულ თანხმობაზე საუბარი. Აი ამ პირობებში რამდენად პერსპექტიულად გამოიყურება ეს პროცესი, მაშინ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის თავად ნაციონალური მოძრაობაც, ისინი არ ამბობენ, რომ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თქვა ერთ-ერთ წინაპირობად, ისინი ამბობენ, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. Აი ამ ნაწილში რამდენად ჩანს მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა, რამდენად ვიწროდ უყურებთ ჩვენი ოპონენტები სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს. პრეზიდენტი და მან ამას რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, ამ პროცესს უყურებს როგორც ფართო საზოგადოებრივ პროცესს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესს უყურებს ვიწროდ, როგორც შესაძლებლობას. მაგრამ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც ყოველშვაში ნაციონალური მოძრაობის ორბიტის გარშემო ტრიალებს უყურებს ვიწროდ, როგორც ინსტრუმენტს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ასეთი ტერმინები ან პროცესები, როგორც არის საზოგადოებრივი თანხმობა შერიგება, ამის უკან ნაციონალური მოძრაობისთვის დგას მხოლოდ ერთი მარტივი პოლიტიკური გათვლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისა და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აჩვენებს ნამდვილად საკუთარ თავზე კონცენტრირებული არის ეს პოლიტიკური ძალა. აი ჩვენ ვახსენეთ ახლა პოლიტიკური მართლმსაჯულება და სანამ უშუალოდ სასამართლო რეფორმაზე და სადაო რეფორმებზე კითხავთ, მიხეილ სააკაშვილის გვიან ღამით ისევ დააბრუნდეს რუსთავის საშუალახსრულების დაწესებულებაში. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ თუ გადაიყვანდნენ ისევ რუსთავის ციხეში დაიწყებდა შიმშილობას და ეს საკითხი ნუ ჯერ არ ვიცით მათი სტრატეგია როგორ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მუქარი შემცველი განცხადება იყო, რომ ის დაიწყებდა კვლავ შიმშილობას. თავის მხრივ აი თავად და დასაწყისშიც აღნიშნე, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ამ შემთხვევაში ისევ შიმშილობის რეჟიმში ლიდერების და მხარდამჭერების ნაწილი. ასეთ ვითარებაში პოზიტიურ დღის წესრიგზე გადასვლა, საქმიან დღის წესრიგზე გადასვლა, რასაც არჩევნების შემდეგ თავარ პრიორიტეტად აცხადებს თქვენი გუნდი ქართული ოცნება, როგორ გესახებათ, მაშინ როდესაც სულ სხვა დღის წესრიგი აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიას. უბრალოდ ყოვლისა თავად ტერმინს პოლიტიკური მართლმსაჯულება რაც შეეხება, ესეც საინტერესოა და ამასაც უნდა დაუფიქრდეთ. ეს არის ის კლიშე, რომელსაც წლებია ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, რომ მიაკეროს სხვადასხვა სასამართლო პროცესს მისი ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის საკმაოდ მარტივი პროპაგანდისტური ხრიკი მათ შორის, რომ კლიშეების, იარლიყების მიკერებით მოახდინონ პროცესის დისკრედიტირება, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ შინაარსზე. არადა აი ამ ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაახლოებით 15 წამყვანი ლიდერი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები იქნენ ცნობილი დამნაშავებად სხვადასხვა დანაშაულისთვის ქართული მართლმსაჯულების მიერ. და ყველასთვის ცნობილია ეს საქმეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და როცა საუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ყველა დავფიქრდეთ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს თუ საუბრობთ, ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით, თუნდაც აი მიმდინარე პროცესი რომ არის კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით 9 მილიონთან დაკავშირებით. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებენ დიახ. ხო, ეს ის პიჯაკი არის, რომელიც სინამდვილეში, როდესაც ჩავხედეთ საზოგადოებამ საქმეს ვნახეთ, რომ იმ საქმეში იყო, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ფარულად ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულიდან საკუთარ შვილს კერძო სკოლის საფასურს უხდიდა. ეს პიჯაკია თუ ეს არის კორუფცია. თურმე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი $900,000 ფარულად ხარჯავდა საკუთარ კოსმეტიკურ პროცედურებზე. ეს პიჯაკებია თუ ეს არის კორუფცია. აქ მარტივად არის მათ შორის ის, რომ
ხომ საზოგადოებასაც ხომ ჩვენ ყველას გვაქვს სამართლიანობის აღქმა, ასე ვთქვათ. და ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ საზოგადოებაში, ჩვენ ყველა ვცხოვრობდით მაშინ და ხედავდით იმას, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ჩვენ ვინმე ეჭვი გვეპარება, რა იყო მისი როლი სანდრო გრიგულიანის კვლელების ფარველობაში. ჩვენ ვინმე ეჭვი გვეპარება, რა იყო მისი როლი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში და ჩვენ ვინმე ეჭვი გვეპარება, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი შვილის კერძო სკოლაში სწავლა დააფინანსოს. ეს ხო მარტივი ჭეშმარიტებებია და ამ სიმარტივეს ესე უცებ გადაუსვენ ხელს, მიაკერებენ იარლიხს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამის უკან ამოფარებულები ცდილობენ რომ დისკრედიტება მოახდინონ ჩვენი ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლოს. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანი არის რომ ცალსახად ითქვას არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს ყველას ეს საქმე რომელიც იყო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ამ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებას არ მგონია რომ ქონდეს რაიმე კითხვის ნიშანი რომ ეს იყოს სამართლე. მათ შორის აღიარებებიც არის. გიგი უგულავამ აღიარა კიდევაც იმ 48 მილიონის მითვისების გაფლანგვის თუ მოპარვის თუ როგორ დავარქმევთ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აღიარა ეს. უბრალოდ ამბობდა რომ ეს არის ჩვეულებრივი სამოხელეო გადაცდომა, რომ მან 48 მილიონი ჩვენი ფული ბიუჯეტიდან აიღო და თავის პარტიის წევრებს დაურიგა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე კიდევაც რომ ეს როდესაც საუბარია იმაზე რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ ის პოლიტიკოსები რომელიც ხილებულები არიან დანაშაულში. ესეც არის კულტურის მინიმალური სტანდარტი. როდესაც ადამიანი პოლიტიკოსი ხილებულია დანაშაულში, მას აღარ აქვს მორალური უფლება რომ იყოს. ანუ თქვენ როგორ თქვა ირაკლი კობახიძემ რაც თქვა, ეს იგივე ეროვნული თანხმობის პროცესი, როდესაც ის საუბრობდა, გესახებათ ეს პროცესი საერთოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სივრციდან წასვლაზე? რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია, როდესაც მას ყავს მხარდაჭერები და ის ამ პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის, თუმცა ჩვენ ხედავთ ორ პრობლემას. ერთი ეს არიან ლიდერები, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ეს დამტკიცებულია სასამართლოს მიერ და რა თქმა უნდა, მათი ყოფნა პოლიტიკაში ვერ აუკრძალავ თავისთავად, გასაგებია, მაგრამ ამაზე არის საუბარი, რომ მათი ყოფნა პოლიტიკაში უბრალოდ ძაბავს პოლიტიკურ ატმოსფეროს, ვინაიდან მათ მძიმე ტვირთი აქვს. და მეორე, თავად იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული არის ადამიანის ჩაგვრაზე, გარიყვაზე, ეს თავად იდეოლოგიაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელს უშლის, რომ მოხდეს რადიკალიზაციის დონის შემცირება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ ჩვენ საზოგადოებას აუხსნათ რა არის სწორი პოლიტიკური კულტურა და რა არის ის, რაც ძაბავს ამ სიტუაციას. საინტერესო არის აი ახლა ბოლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს ის ისევ გადაყვანილი არის რუსთავის ციხეში და ამჯერად უკვე მხარეები ვერ თანხმდებიან, საერთოდ იყო თუ არა შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი დასრულებული. სახელმწიფო დამცველმაც გამოთქვა პრეტენზიები, რომ აი 27 დეკემბერს არ მიეცათ მისი ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს შესვლის და თქვათ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგის საშუალება. როგორ აპირებს მართველი გუნდი მუდმივად იმ ბრალდებების ფონზე, რომლებიც ჩვენ გვესმის მისი ადვოკატებისა და პარტიის მხრიდან, აი ამ ბრალდებების უსაფუძვლობის დამტკიცებას, როგორც თქვენ ამბობთ, რომ უსაფუძვლო, იმიტომ რომ გაისმა ბრალდებები იმის შესახებ, რომ თქვა ექიმი მკურნალი ექიმი არის სუსის და ხელისუფლების მსხვერპლი, რადგან მან ხელი მოაწერა მისი გაწერის ოქმს. თქვენ როგორ აპირებთ აი ამ ბრალდებების გაქარწყლებას? უბრალოდ ხოლმე აქაც ხედავთ ფაქტობრივად შტურმს ხედავდით გარკვეულწილად პროპაგანდისტულ შტურმს და დეзинფორმაციულ შტურმს მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. იქნება ეს სასჯელი ახსულების, ამ პენიტენციური სისტემა, იუსტიციის სამინისტრო და ასე შემდეგ და დისკრედიტირებას ამ სისტემის. ამას ყველაზე კარგი მტკიცებულება, თუ კი მაინც და მაინც გვინდა რომ ობიექტური თვალით შევხედოთ, არის სტრასბურგის სასამართლო. იცით რომ სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ზომის სახით როდესაც მას მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, ჩართო ასე თქვა დროებითი ღონისძიება და მოიკითხა მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის. გახსოვთ რომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს რომ შეეწყვეტა შიმშილობა, ხოლო სახელმწიფოს სთხოვა რომ მიეწოდებინა ინფორმაცია როგორ ხდებოდა მისი მკურნალობა და იცით რომ იუსტიციის სამინისტრომ ყველა ეს ინფორმაცია მიაწოდა და შედეგი იყო ის რომ ერთი
რომ იმ დროებითი ღონისძიებით იმ მომენტისთვის კმაყოფილი იყო სტრასბურგის სასამართლო, მეორე ეს დროებითი ღონისძიება საერთოდ შეწყვიტა. ანუ დაკმაყოფილდა იმ განმარტებებით, რომელიც სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს ამ პროცესის გარშემო არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა. ამიტომ ეს უკვე თავისთავად არის შეფასება, რომ ეს პროცესი მთლიანად რაც იყო მისი განთავსება, გადაყვანა და ასე შემდეგ, იყო იმ სტანდარტების, რომელიც შეესაბამება ევროპულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. Კიდევ ერთხელ თუ კი გავიხსენებთ, მიხეილ სააკაშვილის არ ყოფილა წუთი, როდესაც მას არ მისწოდებია ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდებოდა და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღებაც კი არის გამოჩენილი. რაც შეეხება მის გადაყვანას ამა თუ იმ დაწესებულებაში, ჩვენ ვისმენთ კიდევაც რომ თითქოს მოხდა მისი გატაცება და ასე შემდეგ. ესეც ხომ ხედავთ, რომ არის რა გითხრათ, რაღაც კლიშეების მიკერება. ადამიანს აღკვეთილი აქვს თავისუფლება. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა. მას აღკვეთილი აქვს თავისუფლება და რა თქმა უნდა მას შეზღუდულია გარკვეული თავისუფლებები. შესაბამისად, მისი მიმაგრება თუ შესახლება ამა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში ეს გახლავთ სწორედ პენიტენციური სისტემის გადასაწყვეტის საკითხი, მან გაიგარა სრული კურსი, ეგრეთ წოდებული რეფიდინგის, ან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი, იცით რომ კონსილიუმმა მათ შორის თუმცა მაინც ძიმედ აფასებენ მისი თანაგუნდელები, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იცით რა არის აი ექიმებზე დაყრდნობით ამბობენ რომ მას სჭირდება რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციას ის ვერ გაივლის თუ არ იქნება თავისუფალი. და სხვათა შორის უცხოეთის კლინიკასაც ახსენებენ ხშირად. ხომ არ შეიძლება მომავალში დადგეს ეს საკითხი, თქვა მისი საზღვარგარეთ რეაბილიტაციისთვის გადაყვანის საკითხი. კიდევ მე სამედიცინო შეფასებებს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია შევაფასო გარკვეული ორგანიზაციების გამონათქვამებით. ჩვენ ხედავთ, რომ კიდევ ერთხელ აი ამ დეზინფორმაციის ასე ვთქვათ ნაკადში მათ შორის მაგალითად ცენტრი ემპათია, რომელიც ამაში აქტიურად არის ჩართული, ხედავთ მათ განსაკუთრებით რადიკალურ და არარეალისტურ შეფასებებს მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს ის ცენტრი ემპათია, რომელიც სხვა დროსაც ხშირად გამოუყენებია ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ აისა თუ ის რაც ფანტასმაგორიული თეორიები გაემყარებინა. ჩვენ გვახსოვს მისი როლი სხვადასხვა სისხლისამართის საქმეში, შაქარაშვილის საქმეში გახსოვთ, როგორი იყო მათი პოზიცია, თითქოს სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით ადასტურებდნენ, რომ რამდენიმე დღე გარდაცულ ადამიანს მიკროავტობუსით ატარებდნენ თუ არ იყო გარდაცვლილი და ასე შემდეგ. გვახსოვს ბაშელიაშვილის საქმეზე მათი როლი და მათი თითქოს საექსპერტო შეფასებები, ამიტომ საზოგადოებამ აქაც გარკვეული ფილტრი უნდა ჩართოს ხოლმე, როდესაც ისმენს ასეთ ინფორმაციებს, ნდობის ფილტრი იმისთვის, რომ გაფილტროს დეზინფორმაცია ჭეშმარიტების. ანუ უცხოეთში გადაყვანის საკითხი საერთოდ არც განეხილება. ნუ უბრალოდ ყოველისა ეს ჩვენი განსახილველი და პარლამენტის განსახილველი, რა თქმა უნდა, ესეთი საკითხები არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი სამედიცინო პროცედურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდებოდა, ისევე როგორც ნებისმიერ პატიმარს სჭირდება და აი უკრაინამაც გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და თქვეს, რომ ისინი მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის წაყვანაზე. სწორედ ამ კონტექსტში კითხეთ, რომ ხომ არ შეიძლება ამიტომ აი ამ ასეთი გადაწყვეტა მოხდეს ამ საქმის, რომ ის გადაყვანილ იქნას უცხოეთში. კიდევ ერთხელ რასთან გვაქვს საქმე? მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი დანაშაულები და ეს დანაშაულები დადასტურებულია საქართველოს სასამართლოს მიერ სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით. და თქვით კიდევაც ვახსენეთ, რომ ეს არ მხოლოდ სასამართლოს დადასტურებული არის, არამედ ჩვენი საზოგადოების სამართლიანობის საქმისთაც არენდობა ოპოზიციის ნაწილიც, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ფიქრობენ, რომ ამ სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა. და სტრასბურგის სასამართლოს ხო ენდობიან, სტრასბურგის სასამართლომ განასხვავა რამე თქვა სანდრო გრიგულიანის საქმეზე, განსხვავებით იმისა, რაც თქვა ქართულმა სასამართლომ. ორივემ სტრასბურგმაც და საქართველოს სასამართლომაც თქვეს ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს აფარებდა სანდრო გრიგულიანის მკვლელებს. ეს თქვა სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ ხელი დაადო მიხეილ სააკაშვილს. სხვა არაფერი არ თქვა ქართულ სასამართლოს, ზუსტად ეს თქვა ქართულმა სასამართლომ. ამიტომ ვინმე თუ არენდობა ამ ნაწილში ქართულ სასამართლოს, ესე იგი ისინი არენდობიან სტრასბურგის სასამართლოსაც და ნუ აქედან შეგვიძლია დავასმათ კიდევაც რამდენად მართალი არის მართი არგუმენტები. კიდევ ერთხელ, მას აქვს ჩადენილი დანაშაული, მას აქვს მისჯილი სასჯელი და სწორედ ეს არის ის მეორე ნაწილი, როდესაც ვსაუბრობ მე კონფლიქტზე ნაციონალური მოძრაობის და ხალხის მიმართ, რომ მათ აქვს კონფლიქტი კანონთან და კანონის უზენაესობასთან.
განაჩენი უნდა ახსულდეს და სწორედ ამის უზრუნველყოფას ახდენს ქართული სახელმწიფო და მათ შორის ჩვენი ხელისუფლება, რომ მოხდეს ამ განაჩენის ახსულება საქართველოში ქართულ პენტენციურ. აი განაჩენის ახსულება ახსენეთ გუშინ სხვათა შორის ქართულმა მხარემ ასევე მიმართა კითხვით უკრაინულ მხარეს აღიძრა თუ არა უშუალოდ საზღვრის კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ და რა ეტაპზე ეს მოკვლევა და თუ მართლაც აღიძრება და თქვა ამ შემთხვევაში ბრალს წაუყენებენ იქ უკრაინაშიც ამ შემთხვევაში უკვე ჩნდება იურიდიული საფუძველი მისი შესაძლო ექსტრადირების ხომ რასაც ადრე ახსენებდნენ ხშირად და ამ თემაზეც აპელირებდნენ თუმცა იურიდიული საფუძვლების არარსებობის გამო ქართული მხარე კატეგორიულად გამორიცხავდა ექსტრადირებას თუ აღიძრება ეს საქმე და რაიმე სტატუსი ბრალდებულის ექნება შეიძლება რომ ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში თქვა ექსტრადირება მოდით მაშინ ასე ვიტყვი მე პოლიტიკურად შევაფასებ ამ საკუთს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი რომ საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანმა საქართველოში უნდა მოიხადოს სასჯელი და სწორედ ეს ხდება ჩვენთან და კიდევ ერთხელ პოლიტიკურად რა თქმა უნდა ეს ასე შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესიც და მოთხოვნაც არის ის რომ ჩადენილი დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ბოლომდე უნდა მოიხადოს თავის სასჯელი კიდევ ერთხელ გავიმეორებთ რაც თავშიც აღნიშნე რომ აი რთულ პერიოდში მოგიწევთ თავმჯდომარეობა იმიტომ რომ ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტის და ყოფილი პრეზიდენტის ამ შემთხვევაში პატიმრობა და მეორე მხრივ სადავო კანონპროექტები და ერთ-ერთი სადავო კანონპროექტი დამტკიცდა დღეს რამდენიმე საათის წინ თუ არ ვწდები 91 ხმით გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას და 2 სამსახურის ფორმირებას რატომ არ ჩააყენა მართლმა გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობამ ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის პირველი პირი რომელიც იყო იმ პერიოდში დეკრეტულ შებულებაში რომ აი ასეთი ტიპის ცვლილებები მზადდებოდა პარლამენტში ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია არა მხოლოდ თოლორაიაზე არამედ მესამე სექტორისაც ჩვენ როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე და მათ შორის საპარლამენტო სუვერენიტეტზე, აქ იგულისხმება, რომ კანონშემოქმედი ამ ქვეყანაში არის საქართველოს პარლამენტი. და რა თქმა უნდა, პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად მათ შორის ჩართულობით თავისთავად, თუმცა პარლამენტი არის სწორედ ის ორგანო, ის ინსტიტუცია, რომელიც ხალხის ნებას ახორციელებს, ამიტომ მას თუ ასე მიუდგებით, მას დაკითხვა, შეკითხვა ასე არ სჭირდება. ეს რეფორმა და რაც შეეხება გაყოფას სახელმწიფო ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისა და მთელი ირონია, მთელი დისკუსიის მდგომარეობის იმაში, რომ თავის დროზე, როდესაც იქნებოდა ეს ინსტიტუცია, თავის დროზე დამოკიდებულება იყო სწორედ ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო 2 გავერთმენისგან გამიჯნული დაწესებულება იმისთვის რომ არ ყოფილიყო მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ ეხლა რაც ხდება და თუ კი დააკვირდებით დისკუსიას მაშინ დავაკონკრეტოთ თქვენ მაშინ არ იყავით გუნდი 2019 წელზეა საუბარი როდესაც ეს შეიქმნა ეს აპარატი მაგრამ როდესაც ირაკლი ყოფახიძე და თქვა გუნდის სხვა ლიდერები ამბობენ რომ აი მაშინ ჩვენ სხვა ლიდერი ვყავდა რომელსაც ჰქონდა სუბიექტური გასხვებული დამოკიდებულება და მას ამ შემთხვევაში მისი პოზიცია იქნა გატანილი და ეს იყო არასწორი გიორგი გახარიას გულისხმობთ თქვენ პირდაპირ არ გეკითხებით მაგრამ გიორგი გახარია იგულისხმება იმიტომ რომ გიორგი გახარია იყო მაშინ და როდესაც ამოქმედა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. ვერ გეტყვით, შესაძლოა ვერ გეტყვით, მე კიდე როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაშინ პოლიტიკაში არ გახდით, თუმცა მახსოვს მაშინდელი დისკუსიები და მახსოვს მათ შორის არგუმენტაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ იყოს 2 დამოუკიდე ერთმანეთისგან გამიჯნული ორგანო. რაც ახლა ხდება კიდევ ერთხელ და საინტერესო სწორედ ის არის რომ აი ამ წრიან დისკუსიაში რაც ჩვენ ბოლო დღეებში ქონდა არავის არ უთქვამს რომ თავად ეს გადაწყვეტილება და ასეთი ინსტიტუციური მოწყობა არის არასწორი. მე როგორც ვაკვირდები, ყველა ამბობს ზოგადად ასეთი ინსტიტუციური მოწყობა, ანუ 2 ერთმანეთისგან გამიჯნული ინსტიტუციის არსებობა. აი, თავარი თემა იყო მაინც რომ აი კონსულტაციები არ გაიარეთ იმ უწყების პირველ პირთან, რომელსაც აუქმებდით და შემდეგ თქვა რეფორმირება თუ რეორგანიზაცია ხდებოდა და ადამიანი იყო თან დეკრეტულ შებულებაში. აი ამაზე არის თავარი პრეტენზია და სხვათა შორის ამერიკის ელჩმაც გააკეთეს ნეგატიური შეფასება, რომ მან მოითხოვა ამ დაჩქარებული პროცედურის დაპაუზება. რაც კონსულტაცია აქაც არ ვიცი რატომ უნდა იყოს საჭიროება კონსულტაციის კიდევ ერთხელ პარლამენტი გახლავთ ის ორგანო რომელიც იღებს როგორც ასე ვთქვათ პოლიტიკის განსაზღვრელ შეიძლებოდა რომ ჩაყენებული ყოფილიყო. თავისთავად კანონპროექტის ინიციირებამდე ითქვა ეს კიდევაც იურიდიული დეპარტამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მაცნობა კიდევაც რომ ასეთი კანონპროექტის ინიციირება ხდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ
სწორედ ამას გულისხმობს მათ შორის დეპუტატის თავისუფალი მანდატი, გულისხმობს იმას, რომ დეპუტატი თავად ამბობს, რომ გავიგე 25 დეკემბერს ტელევიზიით, თუ მედიით. თქვა კიდევაც, რომ ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელობა ის კი არა, რომ ესა თუ ის სახელმწიფო საჯარო მოხელე ჩააყენებს თუ არა პარლამენტი საქმის კურსში თუ არ ჩააყენებს. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის, სწორი არის თუ ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ არავის არც ერთი არგუმენტი არ მოუტანია, რომ ეს გადაწყვეტილება ორი გამიჯნული ინსტიტუციის არსებობა არის არასწორი. ყველა ადასტურებს ეს სწორი გადაწყვეტილება, მათ შორის ამაზე თავის დროზეც იყო დიდი დისკუსია. და მეორე, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც შეეხება როგორც პოლიტიკის განსაზღვრას, ამა თუ იმ მიმართულებით, მათ შორის თქვათ აი ამ სფეროში, როგორი უნდა იყოს ინსტიტუციური მოწყობა და ამ კუთხით სწორედ საპარლამენტო სუვერენიტეტი გულისხმობს იმას, და პარლამენტის სუვერენიტეტი გულისხმობს იმას და დეპუტატის თავისუფალი მანდატი გულისხმობს იმას, რომ ის არის დამოუკიდებელი ამ კუთხით და ის იღებს თავად გადაწყვეტილებებს, თუ როგორი ინსტიტუციური მოწყობა უნდა იყოს. რაც შეეხება ჩართულობას, და ნახეთ, თავად ინსპექტორიც იღებდა საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას, ყველა შეეძლო გამოეხატა თავისი აზრი საკომიტეტო მოსმენების პროცესში. თუმცა მაინც შეტევად განიხილავს, დღესაც საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა და გაიხსენეს აი ამ გადაწყვეტილების შეფასების დროს ოპონენტებმა იგივე მისი უწყების მხრიდან დაწყებული მოკვლევა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 9 ნოემბერს შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და ასევე მისი დასკვნები, რის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დაჯარიმდნენ. და თითქოს აი ეს საფუძველი აი ამით ამ შემთხვევაში ხსნიან მართველი გუნდის მხრიდან ეს დაჩქარებული წესით კანონპროექტს. ზოგადად ეს უცნაური დამოკიდებულება პარლამენტის საქმიანობის როგორც შეტევა შეფასება მით უფრო საჯარო მოხელის მხრიდან მასე შეიძლება ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერმა საჯარო მოხელემ თქვას, რომ ეს არის შეტევა პარლამენტის მხრიდან და აქ ყველაფერს თავი დავანებოთ, არის მინიმუმ უპატივცემულობა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ იურისდიქციის, სუვერენიტეტის თუ უფლებამოსილების, კიდევ ერთხელ პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც კანონებით და სტრუქტურული მოწყობით იღებს გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ მიმართულებაში ინსტიტუციური მოწყობა და ამის შეფასება როგორც შეტევა ეს გახლავთ უბრალოდ საპარლამენტო საქმიანობის დაკნინება და ეს უცნაური, როდესაც საჯარო მოხელისგან ასეთ შეფასებები კეთდება. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გირჩიათ, რომ იგივე ლონდა თოლორაია შესთავაზოთ ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და თქვათ მეორე სამოხელეო დანაშაულის გამოძიების მიმართულება, როდესაც გაიყოფა, აი ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი რომ იყოს. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღეს რომ პრემიერმაც თქვა ისაუბრა მის კვალიფიკაციაზე და თქვა რომ მას შეუძლია რომ თქვა და რაიმე საჯარო სექტორში დასაქმდეს. აი რაიმე შეთავაზების გაკეთებას ხომ არ აპირებს მართველი გუნდი ლონდა თოლორაიას. ზოგადად უცნაურია რომ დისკუსიის ამ კალაპოტში გადაყვანა ხდებოდა თავიდანვე და საბოლოო ჯამში რაღაც აი ამ არგუმენტამდე დავიდა ყველაფერი კიდევ ერთხელ. როდესაც საუბრობთ რაღაც ინსტიტუციურ მოწყობაზე, ჩვენთვის რა არის მთავარი არის ის, რომ როგორი არის სწორი ინსტიტუციური მოწყობა და აქ ყველა თანხდება ჩვენი ოპონენტებიც თანხმდებით იმაზე, რომ ასეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც დღეს მიიღო პარლამენტმა, რომ უნდა არსებობდეს ორი ინსტიტუტი, უნდა იყოს ცალკე საგამოძიებო ნაწილი და ცალკე უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები, რომ ეს არის სწორი. და ამის გადაყვანა იმ ჭრილში, რომ ეს არის პერსონალური საკითხი, ეს თავად უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს, თუ რა ინტერესი აქვთ ოპონენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ დაყავთ კიდევ ერთხელ ინსტიტუციური მოწყობის საკითხი პიროვნულ საკადრო საკითხებამდე. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს კითხვებს და არის არასწორი მიდგომა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ როდესაც დადის საკითხი კადრებამდე და პიროვნებებამდე და პერსონებამდე საუბრობთ ჩვენ ინსტიტუციურ მოწყობაზე და არა პიროვნებებზე. საერთაშორისო პარტნიორების ელჩების ჩართულობაც იყო აი ამ თემაზე და თქვენ რამდენად შეძალით მათი დარწმუნება და რამდენად დაარწმუნეთ თქვენი არგუმენტების ისტორიაში ისინი? ფიქრობ რომ და ამ კუთხითაც კომენტარებითაც ფიქრობ საჯარო ძალიან კარგად ჩანს, რომ რაც შეეხება თავად ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით არავის აღარ აქვს არანაირი კითხვის ნიშანი და ყველა ადასტურებს, რომ ეს არის ზოგადად სწორი მიდგომა ორი ინსტიტუტად ჩამოყალიბება ამ მიდგომებს. რაც შეეხება პერსონალს, აქაც იყო წუხილები მათ შორის ელჩების მხრიდან თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან დასაქმებული. და ეს აისახა კიდევაც და რა თქმა უნდა საკმაოდ კაფიოთ არის ასახული, რომ ასოცივე შეინარჩუნებს. თანამშრომლებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ისინი საკუთარი ასე ვთქვათ
იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რასაც ასრულებდნენ, ან იყვნენ პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით, გადანაწილდებიან. თავისთავად რაც შეეხება ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებით, თავისთავად არსებობს დისკრეცია იმისთვის, რომ კონკურსის მეშვეობით იქნეს შერჩეული ხელმძღვანელი ამა თუ იმ დაწესებულების. პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდებით, იმიტომ რომ მოლოდინი ვეტოსი გააჩინა მისმა განცხადებამ, ორშაბათის განცხადებამ, სადაც ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა და დაჩქარებულ პროცესზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც პრეტენზია გამოთქვა. ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა მათ შორის წუხილი თანამშრომლებთან დაკავშირებით და ეს საკითხი ვფიქრობ უკვე ხა ცხადია. ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებითაც ვფიქრობ, რომ მასაც ასევე არ აქვს კითხვის ნიშანი, ასე რომ აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ვეტოს უფლებას პრეზიდენტი არ გამოიყენებს. ვინაიდან კიდევ ერთხელ ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ეს ბუნდოვანება გაირკვა და არავის აღარ აქვს კითხვის ნიშანი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლებთან დაკავშირებით საკითხიც გაირკვა და ყველა თანამშრომლებს აქვს ასე ვთქვათ გარანტია იმის, რომ ისინი გადანაწილდებიან ამ სამსახურში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რაიმე საფუძველი ვეტოსთვის აღარ არსებობს. პრეზიდენტის სწორედ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად ინტენსიური დამოკიდებულება გაქვთ კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და თუ გავითვალისწინებთ ჩვენ მის სიწინამორბედის ისტორიას, დაძაბულობის ნიშნები ხომ არ გაჩნდა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის? არა, დაძაბულობა რა თქმა უნდა არა, პრეზიდენტს უბრალოდ აქვს ფუნქცია, რომ ზეპარტიულად ასე ვთქვათ, განყენებულად და გვერდიდან შეხედოს პროცესებს და შეეცადოს, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი შეფასებები შესთავაზოს საზოგადოებას და ამას ცდილობს, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტიც. რაც შეეხება ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა პრეზიდენტთან და პარლამენტ ზოგადად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ვინაიდან ესეც მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ პრეზიდენტი გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და თავისთავად ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია. აი ახლა მეორე რეფორმაზე მინდა გკითხოთ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ არა მხოლოდ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც მუდმივად მიუთითებენ ხელისუფლებას მართლმსაჯულების რეფორმაზე. და ჩვენ იმ წერილზე, რომელიც ვნახეთ, რომელიც გაიგზავნა 9 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, ისინი პირდაპირ ოპოზიცია პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გამოიყენოს ფინანსური დახმარებების გაცემის დროს საქართველოსთან დაკავშირებით ეს პირობითობის მექანიზმი და როდესაც წავიკითხეთ შემდეგ საპასუხო წერილი ჟოზეფ ბორელის მხრიდან, ისიც ამბობს, რომ რეფორმების ხარისხზე იქნება დამოკიდებული მომავალში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სიღრმე და მასშტაბი და აქცენტს აკეთებს ისიც მართლმსაჯულების სასამართლოს რეფორმაზე. როგორ აპირებს მუდმივად აი ასეთი სადავო თემის გარშემო სპეკულაციების, იგივე ინტერპრეტაციების, გასხოვებული პოზიციების და ბრალდებების დასრულებას მართველი გუნდი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის რეფორმა, რომელსაც თქვენ ატარებთ, არ არის ამ შემთხვევაში საკმარისი არა მხოლოდ თქვენი ოპონენტებისთვის, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იანვრიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და წინადადებებს ელოდებით. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის და წინადადება, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაშიც იყო მართალია უკვე ანულირებულია, მაგრამ არის ოპოზიციის დღის წესრიგში ის მაინც აქტუალობას ინარჩუნებს, რომ იქ ეწერა პირდაპირ, რომ იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმირება უნდა მოხდეს. აი ამ საკითხზე შეიძლება რომ დაიწყოს დისკუსია იანვრიდან? ის, რასაც ჩვენ ვაპირებთ მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, არის უპირველეს ყოვლისა, რომ არის ის, რომ შევიტანოთ სიცხადე, რას ნიშნავს საერთოდ სასამართლოს რეფორმა. ვისთვის რას ნიშნავს სასამართლო რეფორმა? უпростоრად ჩამოვაყალიბოთ. სამწუხაროდ და თუ კი დააკვირდებით, როდესაც მიდის მსჯელობა, საბოლოო ჯამში აქაც, ისევე როგორც წინა საკითხზე ვსაუბრობდით ინსპექტორთან დაკავშირებით, ყველაფერი დადის პიროვნებებამდე. კონკრეტულ მოსამართლეებამდე. ასახელებენ გვარებს და ეს არის ყველაზე სამწუხაროდ, აი მთელი ეს პერიოდი ბოლო რომ მიდიხარ, საუბარი არის არა ინსტიტუციურ მოწყობაზე, რა არის სწორი, არა არის არასწორი, როგორი მიდგომაა სწორი ან არასწორი. გასაგებად მიიჩნევენ აი ამ პროცედურებს, იცით და ფიქრობენ, რომ სისტემა არის ჩაკეტილი და ახალ გარედან მოსამართლეებს, თქვათ, კვალიფიციურ იურისტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ აი ამ სფეროში შემოვიდნენ, თუნდაც კონკურსების სახით და რაღაცნაირად საუბრობენ ეგრეთ წოდებულ კლანურ მმართველობაზე. ეს უკვე ფაქტობრივი უზუსტობაა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თითქოს არ შემოდიან გარედან მოსამართლეები ან იურისტები, რომლებიც ხდებიან
მოსამართლეები. მე არ მინდა შევცე სტატისტიკაში, თუმცა დაახლოებით ციფრებში ესე არის, რომ ჩვენ დაახლოებით 300 მოსამართლე გვყავს, საიდანაც დაახლოებით 200 არის ბოლო წლებში ამ სისტემაში შესული მოსამართლე. მათ შორის ის მოსამართლეები, რომელმაც გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ასე შემდეგ. ასევე რა თქმა უნდა, განახლება ეს მუდმივი პროცესი არის და ეს ახალი მოსამართლეები არიან ამ სისტემაში, რომელიც ბოლო წლებში შევიდნენ სწორედ სისტემაში. კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ფასადურობასაც როცა საუბრობენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არის ასე ვთქვათ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მიდგომები არის მხოლოდ ისო უყურებენ პიროვნებებს, სურთ გარკვეული პიროვნებების მოცილება სასამართლოდან და როდესაც ეს პიროვნებები არიან სასამართლოში, აქედან გამომდინარე საუბრობენ რომ ფასადურია ვინაიდან ვერ აღწევენ ამ შედეგს, რომ უნდათ გარკვეული მოსამართლეები ჩაწერონ. საბოლოო ჯამში ეს არის კონცენტრირება პიროვნებებზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაზე საუბრობდით, მნიშვნელოვანი ოპონენტების გარკვეული ჯგუფისთვის არის არა სისტემა, რამდენად როგორც სწორად მუშაობს თუ არასწორად, არამედ უყურებენ ასე თქვა გარკვეულწილად მიზანში ყავთ ამოყვანილი გარკვეული მოსამართლეები ლევან მურუსიძეს ყველაზე ხშირად აყენებენ. ასე გვარების დასახელება ხდება, თუმცა ბოლო პერიოდში ან როდესმე უთქვამთ, თუნდაც აი ბოლო რამდენიმე წლის პერიოდში, რომელიმე გადაწყვეტილება ამ ან სხვა მოსამართლის, რომლის გადაწყვეტილებაზეც იტყოდნენ, რომ ეს იყო უსამართლო, უკანონო ან ასე შემდეგ, ხო? ჩვენ რას ვსაუბრობთ? ჩვენი დამოკიდებულება რა არის? ჩვენი დამოკიდებულება, მოდი შევხედოთ. სასამართლოსგან რა გვინდა, ხო, საბოლოო ჯამში ადამიანი ხონდეს ნდობა, მოსამართლოს გვინდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს სამართლიანი და სწორი, ხო? აი ეს გვინდა, პროდუქტი გვაინტერესებს, ნებისმიერი ინსტიტუციისგან გვაინტერესებს მისი პროდუქტი, რამდენად არის კარგი. საერთაშორისო პარტნიორებისგან რატომ გვესმის მაშინ ეს თქვენ ვერ არწმუნებთ? ანუ ოპოზიციის გზავნილები მეორდება მათ განცხადებებში და მოწოდებებში. აი სამწუხაროდ ხდება ხოლმე გარკვეული ნარატივების ჩამოყალიბება, გარკვეული კლიშეების მიკერება და ამ კლიშეებისგან დახსნა შემდეგ არის ძალიან რთული. მაგალითისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხო, CESCO, აქაც უნდობლობას ხშირად არის საუბარი და ჩვენ დავწმუნდით ამ ორმა არჩევნებმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ყველა პრეტენზია, რომელიც გამოეთქვება CESCO-ს მოსამართლედ, ყველა პრეტენზია იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი კლიშეების მიკერების იმისთვის, რომ თავად მერე შედეგების მიმართ უნდობლობა გაემართლებინა. კიდევ ერთხელ, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ჩვენი მიდგომა არის, რომ ჩვენ ვთქვათ თუ რას გულისხმობთ ამ სასამართლო რეფორმაში, რა გვინდა სასამართლო რეფორმაში, გვინდა კონკრეტული ვიღაც ადამიანების მოცილება სასამართლოდან და ეს არის სწორედ ხანდახან ის ფარული ზრახვები, რაც აქვთ ხოლმე ოპონენტებს, თუ გვინდა რომ სასამართლოს გქონდეს ის პროდუქტი, რომელიც მისაღები და სამართლიანი არის საზოგადოებისთვის და აქ ყოველთვის ვეკითხებით ჩვენ ოპონენტებს. დაგვისახელეთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც იტყვით, რომ ეს იყო უსამართლო. მოხდა ვიღაცისთვის ისეთი საჭერის მისჭა, რომელიც არ უნდა მიესაჯა, ან ზედმეტად მკაცრი იყო, ან ზედმეტად სუბუქად დაისაჯა ადამიანი. გვითხრან ამასთან დაკავშირებით, თუ აქვთ რაიმე მაგალითები და ასეთი მაგალითები როგორც წესი ვერ მოყავთ, თუ გახსოვთ წლების განმავლობაში თუ პერიოდში იყო საუბარი რუსთავი 2 საქმეზე, რომელიც საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდა, რომ ყველა დადუმებულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე როგორ გესახებათ მაშინ თქვენ ძირეული რეფორმირება და გადის თუ არა ეს პროცესი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზეც? კიდევ ერთხელ აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი რომ შევაფასოთ სად ვართ პროდუქტის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილებების სად ვართ რა რით ვართ გაყოფილი რითი არ მაგალითად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესდა ეს არის ყველაზე სამწუხარო თუ კი რაიმე საჭირო არის რეფორმის კუთხით და გაუმჯობესების კუთხით ეს არის სწრაფი მართლმსაჯულება რომ უფრო დაჩქარდეს მართლმსაჯულება და არ მოუწიოთ ჩვენ მოქალაქეებს რომ თვეებით და წლობით ელოდნენ გადაწყვეტილებებს სწრაფი მართლმსაჯულება და ხარისხიანი მართლმსაჯულება ხარისხიანი მართლმსაჯულება ზოგადი გამოწვევა არის ყველა ქვეყნისთვის ვინაიდან უფრო კომპლექსური ხდება დავები განსაკუთრებით სამოქალაქო დავები და სჭირდება მეტი და მეტი კვალიფიკაცია მოსამართლეების. ამიტომ მე თუ მკითხავთ და მე ამ სფეროში პოლიტიკაში მოსვლამდე სწორედ სასამართლო რეფორმების კონსულტაციის სფეროში ვიყავი ჩართული, ეს არის ის ორი მთავარი გამოწვევა, რომელიც სამწუხაროდ საერთოდ მივიწყებული აქვს ჩვენ ოპონენტებს, სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების კუთხით გაუმჯობესება მდგომარეობის და არა კონცენტრირება ადამიანებზე, პიროვნებებზე და ეს არის სუფთა მიდგომა
30-იანი წლებიდან, რომ არის ადამიანი და არის პრობლემა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ასეთი მიდგომა აქვს სამწუხაროდ. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მურუსიძეს ახსენებენ, იქ იხსენებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვახშავს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და პრეტენზია, რომელიც ამ შემთხვევაში კონკრეტულ მოსამართლეებზე როდესაც ჩვენ ხო სისტემებზე ვსაუბრობთ, აი როცა ვსაუბრობთ 2012 წლიდან რა შეიცვალა სისტემაში და როდესაც ჩვენმა მოვთო სისტემა და არაფულად ჩვენ ეს დასტურდება მათ შორის საერთაშორისო ობიექტური შეფასებებისა სისტემა არის გაუმჯობესებული. აი იგივე ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით 2012 წლის შემდეგ რატომ ვერავინ ვერ ასახელებს ვერცეთ გადაწყვეტილებას თუ კი არ ჩავთვლით ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეფასებებს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული განაჩენებისა რატომ ვერავინ ობიექტურად ვერ ასახელებს ვერცეთ გადაწყვეტილებას ვერცეთი მოსამართლე რომელზეც იტყვიან ეს იყო უსამართლო ან უკანონო გადაწყვეტილება და ანუ თქვენ როგორ გესახებათ ამ თემაზეც სხვა თემაზე რომ გადავიდეთ აი როგორ გესახებათ მაშინ იანვრიდან ოპოზიციასთან უკვე მუშაობის პროცესი ანუ ელოდებით მათ წინადადებებს აი რა თემაზე შეიძლება შეთანხმდეთ მარშრუტების გარშემო სხვათა შორის რაზეც ისედაც ღიათაც იყო საუბარი თავის დროზე ასეც ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაზე მაშინ ამ შეთანხმების არარსებობის პირობებშიც ჩვენი მიდგომა არის შემდგომი რომ პირველ რიგში უნდა შევაფასოთ რა შედეგები მოგვიტანა იმ რეფორმებმა რომელიც აქ იყო ობიექტურად შევაფასოთ შედეგები და ეს შედეგები არის ის არის არა ის რომ შევაფასოთ შეძლო თუ არა ჩვენმა ოპონენტებმა ამა თუ იმ მოსამართლის მოცილება სისტემიდან ეს არ არის ის შედეგი რომელიც უნდა დადგეს პიროვნებების წინააღმდეგ არ უნდა იყოს რეფორმა უნდა იყოს სისტემის გაუმჯობესების ამიტომ უნდა შევაფასოთ არის თუ არა დღეს სად ვიმყოფებით სისტემის კუთხით ვარ თუ არა კმაყოფილი პროდუქტით სასამართლოს გადაწყვეტილებებით რა კონტექსტში არ ვარ კმაყოფილი და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის რომ ეს პროდუქტი გაუმჯობესდეს თუ კი რამე არის გასაუმჯობესებელი აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ თემაზეც რომელმაც ძალიან დიდი დისკუსია და ეს ინტერპრეტაციები გამოიწვია რამდენიმე დღის წინ უბრალოდ 2 კვირის წინ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი და როდესაც ის 2 წლიან საქმიანობას აჯამებდა ტრიბუნიდან ორჯერ მიმართა ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს და შეახსენა ის კანონპროექტი რომელიც არ აძლევს ჯანდაცვის სამინისტროს უფლებას რომ შეამოწმოს კლინიკები თუ კი იქ რაიმე შესაძლო დარღვევას აქვს ადგილი სასამართლოს ნებართვის გარეშე და შესაბამისი კანონპროექტი სამინისტროს გამოგზავნილი აქვს პარლამენტში, მაგრამ როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ეს პროცესი არის გახანგრძლივებული და შეფერხებული. თქვენ როგორც უკვე პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, რამდენად მიაქცევთ ამ კანონპროექტს ყურადღებას და რამდენად იქნება მიღებული ამ კანონპროექტმა მით უმეტეს უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა იმ კონტექსტში, როდესაც თქვა პანდემიიდან გამომდინარე სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია ქვეყანაში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე კლინიკური მართვის პროტოკოლის მონიტორინგის თვალსაზრისით საავადმყოფოების დროულ შემოწმებას. აქ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ღირებულება ან სხვადასხვა პრინციპი არის სასწორის ორ პინაზე. ერთის მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესი დროული რეაგირების და თუკი შემოწმება საჭირო ამის განხორციელება და მეორე ეს არის დაცვა სახელმწიფოს თვითნებობისგან. როდესაც სასამართლო კონტროლი შემოდის, სწორედ ეს არის ეს იგულისხმება ხოლმე რომ გაიაროს სასამართლო კონტროლი და სასამართლომ მიანიჭოს შესაძლებლობა ვინად ეს ეხება მათ შორის ბიზნესს, კომერციულ საქმიანობას, რომ მოხდეს რომ სახელმწიფომ არ გამოიჩინოს თვითნებობა. რაც შეეხება ამ პროექტს, სწორედ ამაზე იყო აქ საუბარი, ეს სასამართლოს ასე ვთქვათ კონტროლი უკვე წლებია აწეულებიც ალბათ რაც არსებობს ამ მიმართულებით ამავე დროს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას რომელიც მონიტორინგს ახორციელებს აქვს შესაძლებლობა რომ გადაუდებელი აუცილებლ შემთხვევაში მოახდინოს მონიტორინგი და შემდეგ მიმართოს სასამართლოს თუმცა თუ კი შევხედავთ სტატისტიკასაც სასამართლოს იმ შემთხვევაში როდესაც ხდება სასამართლოს მიმართვა ეს როგორც წესი გრძელდება რამდენიმე საათი მაქსიმუმ 1 დღე სჭირდება სასამართლოს რომ მისცეს დასტური ან თანხმობა ამ შემოწმებას. ამიტომ ეს არის საკითხი რომელიც განსახილველია არა მხოლოდ ჯანდაცვის არამედ სასამართლო კონტროლის განხილვებით, იმიტომ რომ მანამდე შეჩერებული იყო ეს პროცესი და გააქტიურდება. აქ კიდევ ერთხელ არის საკითხი, რომელიც მეორეს მხრივ პარლამენტს რომ მოიხსნა ეს სასამართლო კონტროლი, აი აქაც შეგვიძლია წარმოიდგინოთ რა დისკუსიას წარმოშობს ეს, როდესაც სასამართლო კონტროლის გარეშე პირდაპირ ექნება შეიძლება კონდეს შესაძლებლობა. რა ბედიეცა მაშინ კანონპროექტი შეიძლება უკან გაიწვია? ეს პროექტი მე რამდენადაც ვიცი შეჩერებული არის ახალი ჯანდაცვის მინისტრის თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბებს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დღეს აქვს
ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუმენტი, რომ შეამოწმოს მათ შორის სასამართლოც მე რამდენადაც ვიცი სტატისტიკის კუთხით სჭირდება რამდენიმე საათი მაშინ რატომ მომზადდა ცალკე კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, როგორც ჩანს ის პრობლემას ხედავდა და ვთქვათ ეს ერთი ნაწილი იყო მხოლოდ, არის სხვა ნაწილი სანქციებთან დაკავშირებით, მათ შორის ვთქვათ სანქციების დასთან დაკავშირებით, რაც ალბათ სამშობლო არის, იმისთვის რომ უფრო მობილიზებული იყვნენ თავად საავადმყოფოები ან დაწესებულებები, რომ ასეთი პრევენციული ეფექტი ამას უფრო მაღალი ქონდეს, როდესაც სანქცია იზრდება, რა თქმა უნდა, პრევენციული ეფექტიც იზრდება. ასე რომ საკითხი ჩვენ გავიხსენებთ. დრო უკვე პრაქტიკულად აღარ გრჩება. ბოლო ორ კითხვას დაგისვამთ. პირველი, მოკლედ რომ მიპასუხოთ დავით უსუფაშვილმა, თქვენმა წინამორბედმა გირჩიათ, რომ ის რაც მე ვერ გავაკეთო, ანუ დროებით იქნებ შეიჩეროთ პარტიული მანდატი, რომ პოლიტიკური ვალდებულებებისგან იყოთ თავისუფალი და ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია შეასრულოთო. რამდენ დაპირებს შალვა პაპუაშვილი ამ რეკომენდაციაზე დაფიქრებას ან გაზიარებას? ხო, როდესაც დავით უსუფაშვილი ამას ტრიბუნიდან ამბობდა, მე დარბაზიდან მას უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია. ჩვენ არ დაგვინახავს ეს. თავი გაუქნია კიდევაც. არა, რატომ ანუ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური თქვათ ვალდებულებებისგანაც იქნებით თავისუფალი, რაც დაგეხმარება თქვენი. მე რა თქმა უნდა ვერ ვიქნები იმ ვალდებულებებისგან თავისუფალი, რომელიც ავიღე ქართული ხალხის და ჩვენი ამორჩევლის წინაშე და ჩვენმა ამორჩეველმა ჩვენს პარტიას და მეც პირადად როგორც აი ამ საარჩევნო სიის წევრს მომცა ხმა და ესაა ჩემი ვალდებულება ჩემი ამორჩევლის წინაშე და ასე ადვილად ვალდებულებებისგან რა თქმა უნდა ადამიანი თავს ვერ დაიხსნის და არც უნდა დაიხსნას. კიდევ ერთხელ მე დავდე პირობა რომ ვიქნები სამართლიანი ყოველას მიმართ და ეს არის მთავარი კრიტერიუმი და თავისთავად მე პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ. თავისთავად მე კენჭისყრებში ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს უჭერ მხარს, მათ შორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც უჭერ მხარს, ან არ უჭერ მხარს, სწორედ იმ პოლიტიკური შეხედულებებიდან, რომელიც მე გამაჩნია და იმ ვალდებულებებიდან, რომელიც მე ავიღე ჩვენი, ანუ ქართული ოცნების ამორჩევლის წინაშე და მე ჩვენ ამორჩეველს ამ ვალდებულებებისგან თავს რა თქმა უნდა. ასე კი და ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. რამდენიმე საათში ჩვენ ველოდებით, რომ უნდა შედგეს ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო დიალოგი და შემდეგ უკვე მოლაპარაკებებიც ვიცით რომ მოსკოვმა უკვე ღიად პირობები წაუყენა და დაემუქრა რომ თუ საქართველო და უკრაინა გაწევრიანდებიან ნატოში, იქნება მათი მხრიდან სამხედრო მოქმედებები, ასეთი მუქარი შემცველი გზავნილი იყო. რამდენად შეიძლება გახდეს ეს მუქარი შემცველი გზავნილები, თქვათ, შემაფერხებელი ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე ნატოსა და ევროკავშირში, ანუ რა გზავნილებს ელოდებით ნატოსგან და ვაშინგტონიდან და თქვენ როგორც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, თქვენის მხრივ რას გააკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის საკითხი იყოს მუდმივად აქტუალიზებული. ეს მუქარა ახალი არ არის, უბრალოდ ინტენსიურობა. ახლა უკვე კონკრეტული ხელშეკრულებები და მოთხოვნები გაუგზავნეს. ინტენსიურობა იმატებს ან იკლებს ხოლმე, არის რაღაც ფაზები, ასე ვთქვათ, რასაც ცდილობს რუსეთი რომ თავის აგრარულ პოლიტიკაში გაატაროს, მაგრამ ამაზე ყოველთვის პასუხი არის ერთი და ცალსახა, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი, ისე ჩვენი მხრიდანაც, რომ საგარეო კურსის არჩევას გახლავთ ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ვერ იქნება განსაზღვრელი ან ვერავინ ვერ ეტყვის საქართველოს როგორ უნდა იყოს მისი საგარეო კურსი და სწორედ ამიტომაც ეს არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში რომ მათ შორის არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ხალხის ამ არჩევანის უარყოფის შესაძლებლობა და მეორე არც ერთი ორგანიზაცია თავს არ მოიხვევს და ამ შემთხვევაში იქნება საუბარი ნატოზე და ევროკავშირზე ვერ არ მოახვევინებს საკუთარ თავზე რუსეთს ამ შემთხვევაში იმას თუ ვინ გააწევრიანოს საკუთარ რიგებში და ვინ არა ეს კაფეო პასუხი არის სხვა დანარჩენი გახლავთ პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილი ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა არის ცნობილი ჩვენ მშვიდობით და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ რომ გავხდეთ ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი ეს გახლავთ ჩვენი განუხრელი კურსი და სწორედ ეტაპობრივი მიდგომით საქართველოს საბოლოო ჯამში გაწევრიანდება როგორც ნატოში ისე ევროკავშირში და პარლამენტი იქნება რა თქმა უნდა ამის მთავარი განმაპირობებელი. სამწუხაროდ დრო უკვე ამოგვეწურა. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მე იმედი მაქვს რომ თქვენ ისეთი აქტიური დარჩებით მედიასთან კომუნიკაციაში როგორც იყავით მანამდე არასდროს არ გვეუბნებოდით ინტერვიუებზე უარს და იმედი მაქვს რომ ეს მიდგომა შენარჩუნდება. წარმატებები მინდა გისურვოთ ახალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს.